საღამოშვიდობის ადგის მთავარი თემებითა და მოვლენებით პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ცხრის ნახევარზე ახალამებს ნიკოლოზ რუბაშვილი გაგაცნობთ. ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელმა და მერიის დაახლოებით 10 თანამშრომელმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი მიტინგი გააპროტესტეს. საჯარო მოხელეებით თქმით ისინი 19 აპრილის აქციას ემიჯნებიან, რომელზეც დასწრება მათი განცხადებით ქალაქის პირველმა პირებმა სთხოვეს. ბრიფინგის მონაწილეების განცხადებას აბსურდულს უწოდებენ რუსთავის მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენ ვემიჯნებით 19 აპრილის ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიტინგს, რომელზეც დასწრებასაც გვავალდებულებს და გთხოვს ადგილობრივი ხელმძღვანელობა. მერიისა და საკრებულოს 20-მდე თანამშრომელმა დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. საჯარო მოხელეების განცხადებით რუსთავის ხელმძღვანელობა მათ თხოვნით მიმართა, რომ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაში შეერთებოდნენ. არაძალადობას ასე შეაფასეს ორგანიზატორებმა დღევანდელი ბრიფინგი, თუმცა თითოეულმა მათგანმა ისიც დაადასტურა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან არც მუხარას და არც ძალადობას ადგილი არ ქონია. მიუხედავად ამისა, არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქციაზე არ დასწრების შემთხვევაში თანამდებობის დაკარგვის საშიშროებას მაინც ხედავს. იმედს გამოვთქვათ, რომ აღარასოდეს იქნება ზეწოლა თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებზე და ჩვენს უკან დგას თვითმმართველობაში მომუშავე მრავალი ადამიანი, რომელიც უერთდება ჩვენს მიერ განხორციელებულ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ არ მიხვალთ აქციაზე, რას გემუქრებიან, რას ამბობენ და ვინ გემუქრებათ კონკრეტულად? მუქარ არ არის ამ შემთხვევაში არის თხოვნა რომ წავიდეთ ჩვენ ამ იმაზე მიტინგზე, მაგრამ ალბათ რა ვიცი, შემდგომ მოხდება რა ვიცი, სამსახურეობრივიდან ალბათ განთავისუფლება დაახლოებით ასე ვფიქრობთ. არა, ესეთი არ ყოფილა. ვისგან ან ვინ ამბობს რომ უნდა წავიდეთ, ვინ გეუქმებათ? ხელმძღვანელობა ვინც არის ადგილობრივი თვითმმართველობის. ვინ კონკრეტულად? უშუალოდ სახელმწიფოს დაასახელოთ ვინმე დაგიბარა კითხავთ თხოვათ რომ წავიდეთ. ხო, რა თქმა უნდა, დაგვიბარეს და ვთხოვეს რომ წავსულიყავით. ხელმძღვანელობა როგორ ვინ არის ეს? ხელმძღვანელობა ვინ შედის რა, კონკრეტულად შევიკავოთ. პროტესტი ჩვენი არის თვითმმართველობის, რათა გავემიჯნოთ და არა უთხრათ ძალადობას ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს ჩატარებულ მიტინგს, რომელიც გაიმართება რუსთაველის პროსპექტზე. არ გვინდა ზეწოლა მოხდეს თვითმმართველობისში მომუშავე თანამშრომლებზე, რათა ჩვენ დავფიქსირდეთ და მონაწილეობა მიიღოთ აქციაში. იყო თუ არა თხოვნა, რომ ჩვენ დავწავიდეთ? თხოვნა იყო, რა თქმა უნდა, რიგითი ხელმძღვანელების მიერ, რომ მათი მოთხოვნა არ იყო, ეხლა ვერ ვიტყვი რომ მოთხოვნა იყო, თხოვნა რომ დაწავსულიყავით. კონკრეტულად სახელი და გვარები თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ, ვინ გთხოვათ რომ მაგისგან თავ შევიკავებ ეხლა რომ კონკრეტულ, მაგრამ არ ხელმძღვანელი პირები, ვიცემერი, აპარატის უფროსი, რომელიც თხოვნის საფუძველით მოგმართეს ჩვენ. რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად 19 აპრილის აქცია რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა და ერთმა პედაგოგმაც გააპროტესტა, თუმცა ამ შემთხვევაში პედაგოგებისთვის აქციაზე დასწრება არავის უთხოვია. აღმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ სკოლაში არ ყოფილა, თუმცა დააზუსტებით ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ინფორმაციები გამოდის, რომ არის თხოვნა, ანუ ზეწოლებზე საუბარი არ არის. ჩვენ ვართ პედაგოგების სახელით და ვაპროტესტებთ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას, რომელიც იმართება და მინდა ვურჩიო პედაგოგებს, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ შეშინდნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირონ, არ წავიდნენ და კიდევ არ გახდნენ მოწმენი იმ ტყუილისა, რა ტყუილშიც ვიცხოვრეთ ამდენი ხნის მანძილზე. თქვენ ვინმე გითხრათ რომ უნდა წავიდეთ? არა, არავის ესე არ უთქვამს, არ მოუთხოვია, არც უთხოვია. უბრალოდ ქალაქში ისმის ხმები და არასასიამოვნოა ამის გაგება უბრალოდ, ასე რომ ჩვენთვის პირადად არავის არ უთქვამს იქ წადი. სამოქალაქო მისაღების, არქიტექტურის, სახანძროსა და მუნიციპალიტეტების რამდენიმე თანამშრომლის ბრალდებებს ქალაქის მერმა პასუხი მალევე გასცა. ლაშა მინდელი აცხადებს, რომ შიდა მოკვლევის საფუძველზე დეტალურად გაერკვევა საქმის ვითარებაში და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. ცილისწამებისთვის კი თითოეულ მხარეს პასუხის გაცემა შესაბამისი ორგანოსთვის მოუწევს. ამოკვლევას ჩავატარებ, თუ ფაქტი დადასტურდა, თანამდებობის პირები დაიჯებიან. თუ არ დადასტურდა, დაიჯებიან ის პიროვნები, რომლებმაც ცილისწამება და ჩემი არის ესეა, ცილისწამებით გააკეთეს მითითება თანამდებობის პირებს. ჩვენ გქონდა ეს ინფორმაცია, ხაზმი და გავუსვა. გქონდა ინფორმაცია, რომ ამას აპირებდნენ. და ეხლა გვარები და სახელები რომ მომიტანეს ადამიანების, რომლებმაც ეს თქვეს, ეს არის ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე ქართულ ოცნებასთან არიან კავშირში. დღეს მე ჩავატარე თათბირი და ერთ-ერთი ადამიანი თუ არ ვცდები ყოფილა
ამ პრესკონფერენციას. დღეს ჩავატარეთ ათბირი სამსახურების უფროსებთან და ხაზი გავუსვი, რომ ყოველ დღე იყვნენ 9 საათზე სამსახურში და 6 საათამდე არსად არ წავიდნენ. არქიტექტურის სამსახურის უფროსი ესწრებოდა ამ თათბირს და ამის შემდეგ წამოვიდა იქ და გააკეთა განცხადება, რომ ის 4 საათზე უნდა იყოს იქ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმაც უპასუხა მაია დოლიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მე მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო იმ პრესკონფერენციის შესახებ, რომელიც დღეს გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ეს იყო სიცრუე ის ბრალდებები, რაც აპარატის უფროსის მიერ იქნა წარმოთქმული და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია იმ ადამიანების აზრი, რაც იქ დააფიქსირეს. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის განყოფილების უფროსი, ჩემი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია თავისი საქმის, მაგრამ მასზე ნამდვილად შეიძლება პირდაპირ ვთქვას, განხორციელდა ის ზეწოლა, რომელიც აპარატის მიმართ დიდი ხანია გრძელდება საკრებულოს რიგი კომისიის წევრების და მე ეს რამდენჯერმე დავაფიქსირე ტელევიზიების მიმართ, სამწუხაროდ მის გვერდზე აღმოჩნდა კიდევ 2 თანამშრომელი, რომელიც ერთ-ერთი არის ყოფილი მამალაძის კანცელარიის უფროსი. თუმცა პროფესიონალია თავისი საქმის. ეს მინდოდა განმეცხადებია, დანარჩენი რა კომენტარებიც არის 50 კაცია აპარატში. აქ არის ჩემს უკან ყველა მთელი აპარატი. თქვენ შეგიძლიათ აქვე პირდაპირ შეეკითხოთ ნებისმიერ თანამშრომელს და გასცეს პასუხი თუ იყო ზეწოლა და ამ 19-ში მიტინგებთან წასვლასთან დაკავშირებით რამე დავალება ან მოთხოვნა. სრული პასუხისმგებლობით განვაცხადებ, რომ ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები, ისინი ჩვეულებრივ იქნებიან სამსახურში, 6 საათის მერე მე მათ ვერ გავაკონტროლებ, სად წავლეთ. არანაირი თხოვნა მიტინგზე წასვლის შესახებ არ ყოფილა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ იმ 3 ადამიანი, მე ძალიან მწუხვარ, ძალიან გული მეტკინა, რომ ჩემ აპარატში 3 ადამიანი, თუმცა მათი მესმის ნამდვილად, ალბათ ესეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ეს ზეწოლები აპარატზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე დიდი ხანია უკვე გრძელდება. არაფერი საკრებულოს აპარატის უფროსისგან არ ყოფილა არც თხოვნა, არც ინფორმაცია არაფერი არ იყო მოწოდებული, რომ ან წავიდეთ, არ წავიდეთ, შევხვდეთ, არ შევხვდეთ, ესეთი რაღაც არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში არც ჩემთან და არც ჩემ განყოფილების არც ერთ წევრთან. ქალაქის მერიაში შიდა მოკვლევა უახლოეს დღეებში დაიწყება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გახდა რუსთავის მერიის რამდენიმე თანამშრომლის პროტესტის რეალური მიზეზი. დღეს 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს თავისუფალმა დემოკრატებმა, რომელზეც განცხადება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროს ხათუნა მიშველაძესაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ბრიფინგზე საერთოდ არ გამოცხადდა. ამ ფაქტს გოჩა ომაიძე ადგილობრივი თვითმმართველობიდან ზეწოლა დაფასებს, მათი განმარტებით საჯარო მოხელეს საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვა მხოლოდ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ აქვს და ისინი ვალდებულნი არ არიან მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა ნაციონალური მოძრაობის აქციაზე წავიდნენ. არც შორენა გარდაფხაძეს და არც მაია აქედან გამომდინარე მოუწოდებ თითოეულ რუსთაველს ვინც ამბიციის გამოხატვაში დანარჩენი რაც შეეხება გვინდოდა გვეთქვა თუ გნებავთ კი ბატონო მოგდის ინფორმაცია რომ ქალაქ რუსთავის მერის პირველი მოადგილე ქალბატონი შორენა გარდაფხაძე აიძულებს მერის თანამშრომლებს და განსაკუთრებით ამ ქალბატონს აქვს გადაცემული ეს დავალება ქალბატონი მაია დოლიძისათვის რომ ქალბატონმა მაიამ შეადგინოს სია დაახლოებით სამსახურიდან 3-4 კაციანი რომლებმაც უნდა მიიღონ მერის თანამშრომლობა რომელსაც უნდა მიიღონ მონაწილეობა 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ თბილისის კონფერენციაზე ჩვენ ვიტყვით ერთ რამეს რომ საჯარო მოხელეს რომელსაც რა თქმა უნდა იგივე მოქალაქეობრივი თავისუფლებით სარგებლობს არ აქვს უფლება სამუშაო პერიოდის დროს ხალხის დაკვეთა და ხალხის მიერ ათვისებული თანხა გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განხორციელებაზე 6 საათის შემდეგ მათ შეუძლიათ ყველას შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური სოფხდელობის მიერ მივიდნენ რომელ მიტინგზეც უნდათ მაგრამ 10-დან 6 საათამდე ჩვენი თხოვნაა რომ მათ შეასრულონ ხალხის დაკვეთა მივესალმები ქალბატონი ხათუნა მიშველაძის გადაწყვეტილებას სწორედ ეს ადასტურებს იმას რომ არის ზეწოla საჯარო მოხელეებზე შემოგერდეთ ქალბატონი ხათუნა სწორედ ამის უკავშირებს რომ ეს არის ზეწოლის შედეგი და სწორედ ამის ქალბატონს ხათუნაზე ხდება ზეწოლა
საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს ქალაქ გდინიას წარმომადგენლობასთან. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობასა და საომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანი სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. დღეს შეხვედრა იყო მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ასოციაციის პრეზიდენტად ბატონ იანუშთან ქალაქ გდინის და რუსთავის დამეგობრების პროექტზე მუშაობენ ისინი და მინდა გითხრათ ძალიან ნაყოფიერად და როდესაც გავაცანით მათ ჩვენი სამუშაო გეგმა ძალიან საინტერესო კონსულტაციები და რეკომენდაციები მივიღეთ და იყო გამოცდილების გაზიარება არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტების წახალისების საზოგადოების ჩართულობის თვითმმართველობის საქმიანობაში. უკვე მეორე წელია რუსთავის თვითმმართველობასთან თანამშრომლობთ. ჩვენ ერთად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც შეეხება აღნიშნულ პროექტს. ეს თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მართვის პროცესში მოქალაქეების მეტ ჩართულობას ისახავს მიზნად. თმანისის მუნიციპალიტეტში 13 სოფლის რწმუნებული კონკურსის წესით შეირჩევა კონკურსში მონაწილეობას ის რწმუნებულებიც მიიღებენ, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. კონკურსი საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და მას 7 წევრისგან შემდგარი ჯგუფი ხელმძღვანელობს. კონკურსის შედეგად შერჩეული რწმუნებულები დაკისრებული მოვალეობის შესრულებას თვის ბოლომდე დაიწყებენ. საკრებულოს გამოყოფილი აქვს კომისია, რომელიც 7 კაცის შემადგენლობითაა ეს საკრებულო. საკრებულო წარმოდგენილი ამ კომისიაში. კონკურსი ზუსტად ვერ გეტყვით რა რაოდენობის ხალხია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მე არა მაქვს შეხება, მე რეკომენდაცია მაქვს მიცემული იმ რწმუნებულებზე, რომლებიც მოქმედნი არიან დღეს. 14 რწმუნებული უნდა შეირჩეს კონკურსის წესით. რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ინიციატივით კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სპეციალური მემორანდუმი მიიღეს, რომელიც კოალიციაში შემავალი პარტიების წევრთა როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი დღეს თავისუფალმა დემოკრატებმა, ეროვნულმა ფორუმმა, კონსერვატორებმა, რესპუბლიკელებმა, მრეწველებმა და საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს. კოალიციური პარტიების წარმომადგენლობით კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრის ორგანიზატორებმა ამის მიზეზად რუსთავში ოცნების ორგანიზაციის არარსებობა დაასახელეს. გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ისევ და ისევ კოალიციაში შემავალი პარტიების ხელმძღვანელთა და პარტიის წევრთა ურთიერთობას, რომელზეც მიღებული იქნა სპეციალური მემორანდუმი. ამას აწერს ხელს თავისუფალი დემოკრატების ხელმძღვანელი, ფორუმის, კონსერვატორების, რესპუბლიკელების, მრეწველებისა და საზოგადოებრივი დარბაზი. მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ სფეროში ურთიერთთანამშრომლობას და პასუხისმგებლობის აღებას იმ პროცესებზე, რომელი პროცესებიც შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში. ჩვენ თანამშრომლობის გარკვეული რეჟიმი გვაქვს უკვე და გამოცდილება ამ რეჟიმში მუშაობისა გვაქვს, მაგრამ ამისი ოფიციალური დადასტურება ხდება დღეს. უკეთესი მომავლისათვის ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია დღეს რუსთავის საკრებულოს დარბაზში გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლონეთის ქალაქ გდინიას ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქის განვითარების გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე პოლონეთის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ის საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც გდინიასა და რუსთავს შორის ეტაპობრივად განხორციელდება. რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით შედგა შეხვედრა რუსთაველ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. შეხვედრა ეხება რუსთავში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, როგორ ხედავენ რუსთავის მომავალს ახალგაზრდები და რა არის მათი როლი ქალაქის განვითარებაში. გესაუბრება თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პოლონეთის ქალაქში და რა გაკეთებულა უკვე იმისათვის რომ ქალაქმა მიაღწიოს წარმატებებს და გვაგვცნობს იმ პერსპექტივებს და იმ დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს.
რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკა გამოჩენილი კლასიკოსების 50-მდე წიგნით შეივსო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ ლიტერატურასთან ერთად ბიბლიოთეკაში ენტონი ბერჯესის მექანიკური ფორთოხალი, შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარი, ნინო ზედელაშვილის ნაწილიანი და სხვა ცნობილი წიგნები ინახება. უახლესი ლიტერატურით განახლებული ბიბლიოთეკა კი მკითხველს ხვალიდან ელოდება. დიურასი საყვარელი ჩრდილხატი მივიღეთ უახლესი ლიტერატურა. სულ 50-მდე ეგზემპლარი. მათში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოჩენილი კლასიკოსების წიგნები. მათ შორის იყო გოლსუორთის რჩეული მოთხრობები, ბრონტეს ჯეინი არის, რითაც ჩვენს მკითხველებს ძალიან გავახარებთ, რადგან ძალიან გაცვეთილი წიგნები ჰქონდა. იმედია, ჩვენ მკითხველი გახარებული დარჩება ამ დღეებში შეძენილი ლიტერატურით და ველით ამ ლიტერატურაზე მოთხოვნებს. რუსთავის კულტურის ცენტრში სპექტაკლის სამი გოჭის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. მიხალკოვის ზღაპრის მიხედვით კოსტუმირებული სპექტაკლი რეჟისორმა ვახტანგ გალავიძემ დადგა. ორ მოქმედებიან სპექტაკლში მთავარი როლები რუსთავის თეატრის მსახიობებმა შეასრულეს. სპექტაკლი, რომელიც მოზარდ მაყურებელზეა გათვლილი, რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებიან. დღევანდელი სპექტაკლი გახლავთ მიხალკოვის სამი გოჭის მიხედვით. ისცენირება გახლავთ ჩემი ვახტანგ გალავიძის და რეჟისურაც ასევე ჩემია. ფაქტურად სამი გოჭის სიუჟეტი თავისთავად ერთ და იგივე არ შეიცვლება და თავისთავად რაც არის ის არის თანმიმდევრობა იგივეა. მაგრამ თავი ის რომ გადაწყვეტა როგორც სცენარი ინსცენირებული არის უფრო თანამედროვე სტილის. კარგი გადაწყვეტა არის სერგეი მიხალკოვის სამი გოჭი. მე ვთამაშობ გერს, ვყავს სამი გოჭი და არის ძალიან ცივილიზებული სპექტაკლი და არის როკი, კანტრი ელემენტები. სატელევიზიო პროექტ ახალი ხმის ტიტულის მოსაპოვებლად რუსთავიდან 13 წლის თეკლა დევდარიანი იბრძოლეს. ახალგაზრდა მომღერალმა უკვე წარმატებით გაიარა მუსიკალური პროექტის შიდა შესარჩევი ტური, რის შემდეგაც ის უკვე ბრმა კასტინგზე გავიდა. მისი ვოკალური მონაცემებით მწვრთნელები სტეფანე და ეკა აღფრთოვადნენ, საბოლოოდ კი თეკლამ სტეფანეს გუნდი აირჩია. გახდება თუ არა რუსთაველი ნიჭიერი მომღერალი ახალი საბავშვო ხმის ტიტულის მფლობელი, ამას სატელევიზიო პროექტის მიმდინარეობის დროს ყველა ერთად შევიტყობთ. თავიდან რეკლამა ვნახე ტელევიზორში, რომ ცხადდებოდა ისა კონკურსი და ვიდეო გავაგზავნეთ, გადავიღეთ აქ, გავაგზავნეთ ჩემს მყრის ვიდეო და დამირეკეს. მერე მივედით შიდა კასტინგზე. იქ მომზადეთ ორი სიმღერა, იმისთვის ერთი ინგლისური და ქართული. და იქ მერე დაგვირეკეს იქიდანაც და მერე იყო შეგვირჩიეს სიმღერა თვითონ და ვემზადებოდით ბენდთან მქონდა ხოლმე რეპეტიციები. ვემზადებოდით ბრმა კასტინგისთვის და მერე გავიდით ბრმა კასტინგზე და შემომიტრიალდა სტეფანე და ეკა. არ ველოდი მართალი გითხრათ. არც ბოლომდე არ ვიცოდი რომ ეკაც იყო შემოტრიალებული, იმიტომ რომ ბოლო წამს დააჭირა და აი ძალიან ვიყავი გახარებული. ძალიან ბევრ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ასეთ პროექტში არა და ძალიან გავგიხარდა რომ გადავიდა ამ პროექტში. თვითონ შეურჩიეს სიმღერა ბრმა კასტინგისთვის ქონდა მას ადამ ლამბერტის What do you want for me? რა თქმა უნდა ვეხმარებოდი, აქ მუშაობდით, სამუშაოს ვაკეთებდით, მიდიოდა იქ ბენდთან მერე ხვეწდა ამ ყველაფერს და მართალი გითხრათ ველოდებოდი რომ უნდა შემოტრიალებულიყო ვინმე, იმიტომ რომ კარგი ბავშვია. ეხლა მეცადინებთ უკვე რინგისთვის ვემზადებით იმ შერჩეულ სიმღერას. რა თქმა უნდა იქ ძალიან კარგად ამეცადინებენ, მაგრამ მაინც სჭირდება ბავშვს დახმარება და მე როგორც ამდენი წელია მისი პედაგოგი, ვმუშაობთ, ვემზადებით, ყველაფერი თითქმის მზად გვაქვს. ერთადერთი სჭირდება რომ ეხლა სცენაზე გავიდეს და ეწყება ბენდთან მუშაობა. სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრები წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლები მოქალაქეები დააკავეს. ორივე დაკავებული ქურდულ სამყაროსთან კავშირს ადასტურებს. ისინი ქურდული წესის დაცვით მოწყობილ გარჩევებში დაშინებასა და მუხარაში იღებდნენ მონაწილეობას და მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას ძალავდნენ. ეჭვმიტანილები პოლიციამ საკუთარ სახლებში დააკავა დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლები ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული ეგრეთ წოდებული ქურდული წესების დაცვით მოწყობილი გარჩევებისას დანაშაულის დაშინებისა და მუხარის გზით მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას ძალავდა. რაც შეეხება სპორტის სიახლეებს, საქართველოს თასის ნახევარფინალისტი რუსთავის მეტალურგი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩისთვის ემზადება. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებამდე რუსთაველებს უმაღლესი ლიგის მატჩის ჩაატარება ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ უწევთ. 28-ვე ტურის მატჩი ფოთში 16 საათზე დაიწყება. გასულ ტურში ბათუმის დინამოსთან მოგებული თამაშის შემდეგ რუსთაველები შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდებიან და ფოთში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად მიდიან. რაც შეეხება თასის თამაშს, მეტალურგი 23 აპრილს ფოლადის სტადიონზე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს მიიღებს. მეტალურგსა და დინამოს მატჩი 16 საათზე გაიმართება. ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, გუნდში ნორმალური ატმოსფერო არის, ყველა არიან მოტივირებული იმისათვის, რომ უახლოეს მატჩს გავიდეთ და გამარჯვებას ვიბრძოლოთ და შემდეგ გვექნება თასის გათამაშება თბილისის დინამოსთან და ასევე ვეცდებით იმის მაქსიმუმს, რომ ჩვენ ორ თამაშიან რაუნდში გავიდეთ საქართველოს თასის ფინალში. მზადება ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მიქაბერიძე შემოუერთდა გუნდთან ერთად, ალბათ ჩვენ შევეცდებით რაღაც მცირეოდენ სათამაშოდ, რომ მას გამოვუყოთ ფოთთან თამაში, რათა კონდეს სათამაშო პრაქტიკა. დანარჩენი ფეხბურთელები მწყობში არიან, ყველა მემზადებით იმისათვის, რომ ამ ორ თამაში ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა გავახაროთ გულშემატკივარი. რუსთაველმა მოცურავეებმა კი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს და სამშობლოში საუკეთესო შედეგებით დაბრუნდნენ რუსთაველებმა საერთო ჯამში 22 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. აღსანიშნავია რუსუდან გოგინაშვილის გამოსვლა, რომელმაც სხვადასხვა დისტანციებზე იასპარეზა და 6 ოქრო და 1 ბრინჯაოს медали მოიპოვა. თეონა ბოსტაშვილმა კი 5 პირველი და 1 მეორე ადგილი დაისაკუთრა. ლიკა ჭიხორია 3 ოქროს медалს დაეუფლა, რაც შეეხება მთლიანად საქართველოს ნაკრების ასპარეზობას, რომელიც 35 სპორტსმენით იყო დაკომპლექტებული. საერთო ჯამში 40 медали მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეც გავიდა. მოცურავე 100 მეტრა ბრასი, 200 მეტრა კომპლექსი, 100 მეტრა კომპლექსი, 100 მეტრა დელფინი და 50 მეტრა დელფინი. მე ვფიქრობ, რომ კაი შედეგები ჩამოვედი და მიხარია, რომ ავიღე 6 პირველი ადგილი. ვიცურავე 50, 100, 200 ბრასი, 200 კროლი და ესტაფეტებში მივიღე მონაწილეობა. საკმაოდ ბევრი კონკურენტი მონაწილეობდა, მაგრამ შევძელი და გავიმარჯვე. ერევანში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი. საქართველოს წარადგინა 35 სპორტსმენი. რუსთავიდან 5 სპორტსმენი წარსდგა, მოვიპოვეთ 22 საპრიზო ადგილი. საერთო შედეგებით კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასა და მოღრუბლობას ვარაუდობენ მაღალმთიან რეგიონებში ითოვებს. +9 გრადუსამდე დაეცემა რუსთავში ჰაერის ტემპერატურა, წვიმა და ნისლია ნავარაუდები. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში ჰაერის ტემპერატურა იქნება. წალკაში დღისით +4, ღამით +1 გრადუსი სითბო, თეთრიწყაროში დღისით +5, ღამით +2 გრადუსი. დმანიში დღისით +4, ღამით -1 გრადუსი, ბოლნისში ნავარაუდებია დღისით 9, ღამით +4 გრადუსი სითბო, მარნეულში დღისით 9, ღამით +6 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღისით +10, ღამით +6 გრადუსია ნავარაუდები, გარდაბაში დღისით 10, ღამით +6, ხოლო რუსთავში დღისით 10, ღამით +6 გრადუსი არის ნავარაუდები. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ქრონიკა დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.